ცნება ცრუ მოწმეების დასაცავად ოლიგარქის პარტიამ მედიას სასამართლოს ხდომების გადაღება აუკრძალა, თუმცა ინტერნეტში მაინც ვრცელდება იმ პოლიციელების და სპეცრაზმელების ფოტოები, რომლებიც ურთიერთ გამომრიცხავ და არალოგიკურ ჩვენებებს იძლევიან. სწორედ მათი კომფორტისათვის ნინო გალუსტაშვილმა სრულად დახურა დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის პროცესი. სპეცრაზმელთა ფოტოების ინტერნეტში გამოჩენა პროკურორმა გააპროტესტა და პრეტენზიით მოსამართლეს მიმართა. სოფო ვარდიაშვილი შემოგვიერთდება ამ თემის დეტალებით ფორმულას პირდაპირ ეთერში. დიახ, ლუკა, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმის განხილვა არის რეალურად ძალიან ცხადი მაგალითი, რაზეც ბოლო პერიოდში ლაპარაკობენ როგორც ადვოკატები და ამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველები, ასევე აქტივისტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. ისინი მუდმივად ლაპარაკობენ ცრუ მოწმეების პრაქტიკაზე სასამართლოში და ასევე გაყალბებული ჩვენებების პრაქტიკაზე, სხდომებზე. მაგალითად, ამ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოზე გედედეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი გამოკითხეს, ადვოკატები მიუთითებენ, რომ ამ გედედეს თანამშრომლების მხრიდან იყო შეთითხნილი ბრალდებები, ასე ტერმინს იყენებენ პირდაპირ ადვოკატები ზასოხაშვილისა და ლომიძის მიმართ, რადგან ისინი ყვებიან ისეთ გარემოებებზე, სადაც კონკრეტული პირების ამოცნობა მათი განმარტებით ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მაგალითად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ეს ორი თანამშრომელი ამბობს ადვოკატის შეფასებით ისეთი აბსურდული ნიშნებით ამოიცნობენ ისინი მოწმეებს, უпростоრად ბრალდებულებს, როგორიც არის მაგალითად იერი. მაგალითად, როგორიც არის ბნელ გარემოში წვერის ფერი თუ თვალის ფერი. ასეთ შემთხვევაში ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი ეს არის ცრუ ბრალდებები და ისინი მათ დაუსვეს ხდომაზე გარკვეული კითხვებიც მათი ჩვენებების დასამტკიცებლად, რაც ამ ხდომამდე მისცეს გედედეს თანამშრომლებმა ჩვენებები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ დაინახეს ორი პირი, რომლებიც ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილს. ახლა ადვოკატები განმარტავენ, რომ ის ვიდეოები, რომლებიც პროკურატურამ წარადგინა და ეს ვიდეოები საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოები იყო, მათ შორის პროპაგანდისტული არხების მიმართ, შეიძლება გამოდგეს იმის მტკიცებად, რომ ვიღაცამ რუსთაველის გამზირზე მოლოტოვის კოქტეილი მართლაც ისროლა, თუმცა ამ ვიდეოებით ვერაფრით ვერ დამტკიცდება და დადასტურდება, რომ ეს კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, რადგან იმ გარემოში მათი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ეს ჩვენებები, რაც გედედეს თანამშრომლებმა მისცეს, როგორც ჩანს, საკმაოდ აწუხებთ წინააღმდეგობრიობა ამ ჩვენების, საკმაოდ აწუხებს ქართული ოცნების სასამართლოსაც, რადგან სწორედ მათი ფოტოების გავრცელების შემდეგ, გედედეს ამ ორი თანამშრომლის ფოტოების გავრცელების შემდეგ და ესენი იყვნენ ბადრი თათანაშვილი და ავთანდილ ფოცხვერაშვილი, მოსამართლემ საერთოდ დახურა სხდომა, ეს ფოტოები მედიაში გავრცელდა, მათ შორის რადიო თავისუფლებამ და პუბლიკამაც გავრცელეს ისინი. როგორც დავით ლომიძე, ასევე თემურ ზასოხაშვილი ამოიცნეს სახეზე. კერძოდ სახის ნაკვთებით, თვალის ჭრილით, ნიკაპით, ხვირით და ასე შემდეგ. ორივე მათგანი იძახის, რომ მათ ჰქონდათ ჭაღარანარევი წვერი. კერძოდ ამ შემთხვევაში ჩემ დაცვის ქვეშ ყოფს დავით ლომიძეს ჰქონდა ჭაღარანარევი წვერი. შეუძლებელია იმ გარემოში, რა გარემოშიც იმყოფებოდნენ მაშინ, აღნიშნული დაენახათ. დაახლოებით 15-20 შეიძლება უფრო მეტიც 15-20 მეტრი იყო დაშორება. მათ შორის იყო უამრავი ბარიერი, მათ ბარიერს რო ვამბობ, უგულისხმობ რას, იცით, მხედველობის თვის ხელის შემშლელი. როგორიც არის კვამლი, შხეფები, ფეივერკების სინათლე, ღამის სიბნელე თუნდაც ხელოვნური განათლების პირობები და ასე შემდეგ. როდესაც ვეკითხებოდით მოწმეებს, რომ რითი ამოიცანი, შეგიძლიათ გითხრათ, პასუხობდნენ, რომ არ ახსოვთ. მაგრამ აბა როგორ მიეცით ჩვენება, თუ არ გახსოვთ არაფერი, ან რატომ ხართ დღეს აქ, მაშინ გვახსოვდაო. ამას ამბობდნენ. ამ ადამიანებს რო ვეკითხებოდით, სახეზე თუ ამოიცანით, ნიღაბი ეკეთათ, ამაზეც უპასუხობდნენ, რომ არ ახსოვთ. მტკიცებულებების გაყალბების კარგ მაგალითზე ლაპარაკობენ მაგალითად სხვა საქმეების ადვოკატები, ასევე აქტივისტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო მოძრაობაში და ეს არის 19 წლის საბაჯიქია საქმე, რომელსაც გუშინ მოსამართლემ 4 წლინახევრით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს ვიდეოები, სადაც ჩანს თითქოს საბაჯიქიას ხელში დანა უჭირავს, თუმცა ეს საქმის მასალებში მანამდე
ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. თუმცა ძალიან ბევრი ვიდეო გაჩნდა, განმარტებითი ვიდეოები სოციალურ ქსელებში მას შემდეგ, რა მეთოდები არსებობს იმისთვის, რომ მაგალითად თუნდაც მანამდე არ არსებული დანა უცებ აღმოჩნდეს ვიდეოში ბრალდებულის ხელში. ახლა აქტივისტები ამბობენ, რომ სასამართლო ჯერ ერთი ყველაფერს შეეცდება, რომ მედიისთვის ისედაც დახურული სასამართლოს ხდომები სულ უფრო მიუწვდომელი გახადოს მოქალაქეებისთვის და სულ უფრო ნაკლები ინფორმაცია გავიდეს იმ ცრუ მოწმეების შესახებ, რომლებიც ჩვენებებს იძლევიან ამ ხდომებზე. გარდა ამისა, ისინი აგრძელებენ საპროტესტო აქციებს იმისთვის, რომ მაგალითად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს მათი მოთხოვნა და ეთერი დაუთმოს სინდისის პატიმრებს და მათი ოჯახების წევრებს. მედია საშუალოებს იმიტომ დაუხურა სასამართლო პროცესები, რომ მათი პროპაგანდა დაინგრა. შენ ასექვე სამინისტროს პროკურატურის პროპაგანდა იყო, რომ თითქოს ეს ადამიანები დამნაშავეები იყვნენ, წაუყენეს ბრალი. ამის შემდეგ თითქოს ეხლა რაღაც სხვადასხვა კადრები ვრცელდება, სხვადასხვა რაღაცა ვიდეოები ვრცელდება, სადაც მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აი აღნიშნულ კადრებში, რაზეც არის დაუშვათ საუბარი, აღნიშნულ ვიდეოში, აღნიშნულ მოწმეები, რასაც საუბრობენ, ბრალში მაგალითად აღნიშნულ კადრებში არაფერი არ არის საერთოდ. აქედან გამომდინარე მე მიჩენს, რომ ეს არის ან დამონტაჟებული, ან სხვადასხვა ფალსიფიცირება არის მოხდენილი, რადგან ეს რომ ნამდვილი იყოს, დამიჯერეთ პროკურატურა და ბრალდების მხარე არ დატოვებდა ამას შეფასების გარეშე. ერთ-ერთი რაზეც დგას ეს ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის პროპაგანდა, რასაც ის განუწყვეტლივ აწვდის თავის მაყურებელს, ხო? და შესაბამისად, თქვა, პატიმრების ოჯახებისთვის ეთერის დათმობა არის დამსხვრევა მთლიანად ამ პროპაგანდის. მით უმეტეს ისინი ემოციური მხარდაჭერა მათ საზოგადოებისგან აშკარად აქვთ და ისინი მთლიანად ამხელენ, ხო? აი ამ პროპაგანდას ტყუილებს მათ შორის თქვა ისაუბრებენ, იქნება ეს ცრუ მოწმეები, ცრუ მოსამართლეები, ხო? იმიტომ რომ ისინი რეალურად მოსამართლეები ნამდვილად არ არიან, ხო? ამიტომ ზურაბ ცეცხლაძე მაგალითად ერთხელ რო შევიდეს, დაინგრევა მთელი მათი პროპაგანდა. ამ ცრუ მოწმეების ამოცნობისთვის თუ ცრუ ბრალდებების ამოცნობისთვის ახლა მნიშვნელოვანი ბარიერი ბოლო პერიოდში გახდა ისიც, რომ მედიას აღარ აქვს სასამართლოში სათანადოდ მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ მედიისთვის სასამართლო მთლიანად დაიხურა, რადგან იქ ჟურნალისტები მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე აქვთ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ სხდომათა დარბაზებში. ამ სხდომებზე შეუძლებელია უკვე ვიდეო გადაღება, ფოტო გადაღება და ხმის ჩაწერაც.